თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში ქვევრისა და ქვევრის ღვინის სამუზეუმო კომპლექსი გაიხსნა, სადაც დამთვალიერებლები ქვევრის ღვინის დაყენების პროცესს დააკვირდებიან. Ამ უჩვეულო მუზეუმმა, რომლის დამაარსებლებიც ტყუპი ძმები არიან, უკვე მიიღო პირველი უცხოური დელეგაცია. ვიმყოფებით ნაფარეულში, ეს არის ტყუპების საღვინე სახლი. დღეიდან ქვევრის ღვინის დაყენების პროცესზე დაკვირვება მუზეუმშიც იქნება შესაძლებელი. თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში ქვევრისა და ქვევრის ღვინის სამუზეუმო კომპლექსი გაიხსნა, რომელიც 8 მეტრიანი ქვევრის ძეგლისგან და რამდენიმე დარბაზისგან შედგება. მუზეუმმა პირველ დამთვალიერებლებს უკვე უმასპინძლა. ეს არის პირველი ასეთი ტიპის მუზეუმი საქართველოში. ეს შეიტანს ძალიან დიდ წვლილს ქართული კულტურის, ქართული ღვინის, ქართული ვაზის პოპულარიზაციაში მთელ მსოფლიოში. ღვინის მუზეუმი, რომელიც თავის სიტყვა-სიტყვის მომავალი განვითარებისთვის, მომავალი პოპულარიზაციისთვის ქართული ღვინო ისედაც აღიარებულია მსოფლიოში და კიდევ უფრო ხელს შეუწყობს აი ამ აღიარების საკითხში. მუზეუმის გახსნა ტყუპმა ძმებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, იუნესკომ 2013 წელს ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ნებისმიერ ტურისტს, როგორც საქართველოსთან, ასევე უცხოეთიდან შეუძლიან ნახოს და გაეცნოს იმ ფაქტს, თუ როგორ ხდება ქვევრის დამზადება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამით კეთდება ძალიან კარგი საქმე და ხელი შეეწყობა ქართული ღვინის, ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას. ქვევრის ღვინო მნიშვნელოვანია ქართული მეღვინეობისთვის, ეს განსაკუთრებული ის მარგალიტია ჩვენი. გაჭრილ ქვევრებში ღვინის დუღილი და დაწმენდა, ქვევრის დალუქვა და გახსნა, ღვინისა და ჭაჭის ამოღება. ტყუპების საღვინე სახლში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ქვევრის ღვინის წარმოების სრულ პროცესს დააკვირდეს. ტურისტებს კი ქართული ღვინის ისტორიას მუზეუმის გიდი გააცნობს. პირველ უცხოურ დელეგაციაში, რომელმაც საღვინე სახლი დაათვალიერა, ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ჩვენ დავაფუძნებთ ქვევრისა და ქვევრის ღვინის მოყვარულთა კლუბი, სადაც გაწევრიანდებიან და გაწევრიანდნენ ძალიან ბევრი, რომლებიც ადგილზე მოვლენ, შეისწავლიან თვითონ ქვევრის ღვინოს, შეისწავლიან თვითონ ქვევრის მშენებლობას და დაწუნდებიან იმაში, თუ რა სიკეთეა მოაქვს ქვევრის ღვინოს ადამიანის ჯანმრთელობით. მუზეუმი, რომელიც ქვევრისა და ქვევში ღვინის დაყენების 8000 წლოვან ისტორიას ინახავს, საქართველოში პირველია და დამთვალიერებლებს ხვალიდან უმასპინძლებს.